Katmis salati. ეს არ არის კლასიკური სალათი, როგორც მეუბნებიან. ეს არის სალათი, რომელიც არის მინიმალურად კალორიული და არის ძალიან სასარგებლო ვარჯიშის და დიეტის დროს. აქ მე მაქვს კიტრი პომიდორი, სალათის ფურცელი, რუკოლა ცოტა, ოხრახუში და მწვანე ხახვი. ეს ესე იყიდება ჰერბიას შეფუთვაში უკვე დამზადებული. 2 ცალი ფასებით საკმარისია. ძირითადი ინგრედიენტი აქ არის 1 კილო ქათმის ფილე. რატო 1 კილო? იმიტომ რომ მთელი ოჯახი გადავედით გემრიელ და ჯანმრთელ საკვებზე. ვარჯიშის პერიოდიც არის უკვე ნელ-ნელა ზაფხულდება. ასევე ინგრედიენტები არავითარი მაიონეზი, ბერძნული იოგურტი, რომელსაც ისე შევხმაზავთ, რომ დამჯერად არაფრით არ ჩამოვარდება გემოთი მაიონეზიან ქათმის სალატს. ნახშირწყლების სახით ვიყენებთ ტკბილ სიმინს 9 კილო. აი ამ მოცულობაზე. ასევე მდოგვი დაგჭირდება. რამოდენიმე კბილი ნიორი, დაფნის ფოთოლი და სურნელოვანი ციცაკა. დანარჩენ ინგრედიენტებს გემოვნებით ვამატებთ. მე ხა გავაკეთებთ. ხო, ლინის წვენი ძალიან უხდება კრაუს გემოს ნამდვილად. მე ცოტა პარმეზანსაც ვახერხავ ზემოდან, ნუ პარმეზანი. მე ვამზადებ ქათმის მკერდს ორთქლზე. ამისათვის ვიყენებ ჩემ გრილს მულტისახარს. შეგვიძლია უბრალოდ მოვხარშოთ ქათმის ფილე, შეგვიძლია ასევე ორთქლზე სახლის პირობებში ჩვეულებრივად მოვხარშოთ ეს ფილე. თანაც შეგვიძლია რომ ხშირად დავდებ მულტისახარშის აეროგრილის რეცეპტებს. ჩავასხათ წყალი, დაახლოებით 300-400 მილილიტრი. ბევრი არ უნდა. მე რეიტვენ დაგენანაო. სკერზე დებთ ნიორს. 2 კბილი საქმე, აი 3 კბილი. ძალიან არომატული იქნება. დაფნის ფოთოლი 2 ცალი და სურნელოვანი ციცაკა. ეხლა ვაწყობთ ფილეს. მოვათავსოთ გრილში. ესე გამოიყურება. ეხლა ვაფარებთ ხუბს. ორთქლი და დროს ვაყენებთ 18 წუთს. ამასობაში, სანამ ორთქლზე მოიხარშება ქათამი, დავჭერათ ფოსტნეული. მე კითერს ბოლოდრო ვთვლი, იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ მოვიწამლე და. მწვანე ხახვი, რუკოლა და ცოტა ოხრახუში. არა მერთიანად დავჭერეთ. ვინც სპორტულ კვებაში ერკვევით, აუცილებლად გამიზიარეთ კომენტარებში თქვენი აზრი, როგორ იკვებებით, ან რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს რეცეპტი. ახლა მოვამზადოთ соуსი. აქ დარჩა 7 წუთნახევარი. დროა დავკარგოთ, ბოსტნეული დაჭრილია. ავიღოთ მაგალითად 3 კოვზი, დიდი ბერძნული იოგურტი. 1 ან 2 კოვზი მდოგვი, ჩაის კოვზი, მარილი, შავი პილპილი, 2 თავი ნიორი, 2 კბილი თავი. соус ბოსტნელში არ ვდებთ ჯერ. რო დაამთავრებს ხარშვას, 5 წუთი ხელს არ ვკიდებთ და არ ვაღებთ საფარს. უბრალოდ ვაცდით, რომ 5 წუთი გაჭდეს და ისვენოს. მერე დავძიძგნით მაგ ქათამს და სწორედ ქათამს ავურავთ соусთან. და მერე ერთად უკვე გადავუშვებთ აქ სალატში. ტკბილი სიმინდი. დავძიძგნოთ.
ასე. ნებისმიერი ზომის ნაჭრებად. ძამში. მოვიტანოთ ახლა соуსი. ქათამში. შეგვიძლია ჩავამატოთ ცოტა ზეითუნის ზეთი. არაფერს არ დავაზიანებთ ამით ნამდვილად. გადმოვიტანოთ ხორცი ბოსნეულთან. ეხლა დავამატოთ ლიმონის წვენი. და მთავარი მაგია. პარმეზანი. კიდევ ერთხელ კარგად მოურიოთ. ვაგემოვნებთ. დუმბა ბუმბა. სუბუქი, ნოყიერი, გემრიელი და ძალიან სასარგებლო სალატია.